მივესალმები თქვენს მაყურებელს, მივესალმები პოლიტპატიმრებს და ალბათ არ მომეცემა შესაძლებლობა ხვალ და მინდა აღდგომის წვრთნელი დღესასწაული მიულოცო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. რაც შეეხება იმ მნიშვნელოვან არჩევნებს, რომელიც ხვალ არის უნგრეთში და ეს არჩევნები გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნებისთვის და საზოგადოებისთვის, ვინაიდან წარმომადგენლობითი დემოკრატია და არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლილება შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ და დადგეს საფრთხის ქვეშ იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ყველა ობიექტური კვლევა, რაც კი არსებობს, ამბობს იმას, რომ უნგრეთში ოპოზიცია იმარჯვებს. მაგრამ აქ არის ბევრი მაგრამ, პირველი არის ის საარჩევნო სისტემა, რომელიც არის ძალიან, ასე ვთქვათ, მორგებული მართლ პოლიტიკურ პარტიაზე, მაგრამ მარცხის შემთხვევაში შეიძლება მთლიანად კონსტიტუციური უმრავლესობა წააღებინოს ოპოზიციას, ესეც არის, ანუ გამარჯვებული კანდიდატის მხარესაა ის საარჩევნო სისტემა, რომელიც არსებობს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური კონტექსტი და ცოტა უცნაურიც, ხო? პირველ რიგში პოლიტიკური კონტექსტიდან უნდა დავიწყოთ, ჩემი აზრით. უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და უნგრეთის ოპოზიცია, მაგიარი და მისი პარტია 2 წელზე მეტია არიან საარჩევნო მარათონში. საარჩევნო მარათონში საქართველოსგან განსხვავებით იქ კრიტიკული მედია თითქმის არ არსებობს, არსებობს იქ რადიოები, გაზეთები და ასე შემდეგ, მაგრამ ისეთი რომ მთელი მეინსტრიმ მედია არ არსებობს. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე განსხვავებით საქართველოსგან პოლიტიკური პარტიების ლიდერების უმრავლესობა და ვიცით რომ რამოდენიმე თვის წინ საქართველოში ყველა ციხეში იყო, ეხლა ნაწილი თავისუფლებაზეა, მაგრამ საქმეები აქ აღძრული და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქ პოლიტიკურ პარტიებს აკრძალვა არ ემუქრება და მეტნაკლებად კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა აქვს. მაგრამ ძალიან მცირე რესურსით ვერ ვიტყოდი რომ ფინანსური რესურსი მცირე აქვს უნგრეთში ოპოზიციას, ყოველ შემთხვევაში ისინი ამას არ აჩვენებენ, პირიქით, ჩემი აზრით ძალიან დიდი ფინანსური რესურსი აქვს, ასევე უნგრეთი არის ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო, რაც კიდევ უფრო მოქნილს ხდის კამპანიას და კონტექსტს. განსხვავებით ჩვენგან, ჩვენც არ ვართ, ასე ვთქვათ, მარტივ რეალობაში, მე ვიტყვი რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის უფრო ხისტი რეჟიმი, ღიად პრორუსული, თუ არ ჩავთვლით ბოლო ჩანაწერებს ორბანზე მეტად? კი, ორბანს ჩანაწერები გამოუქვეყნეს და იმით დადასტურდა, რომ პრორუსული რეჟიმია და პუტინთან ახლო ურთიერთკავშირი აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორდე, რისთვისაც ჩვენ ვიღწვით ევროკავშირში გაწევრიანება, ნატოში გაწევრიანება, ეს ორივეში უკვე გაწევრიანებულია. ასევე მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში არ არის მედია, როგორც ახსენეთ. ხო, არ არის, მაგრამ ეს ზუსტად ის ავტორიტარიზმის გავსებები ბევრი შეგვიძლია დავინახოთ რა. კი, ძალიან ბევრი, მაგრამ განსხვავებებიც არის. კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს და გვყავს ოლიგარქი, რომლის მთავარი ამოცანა არის, რომ მან შეინარჩუნოს მისი ფინანსები და გავლენა. და რაც უფრო ძალაუფლების ხილში შედის ავტორიტარული რეჟიმი, მას გონია, რომ ის დარჩება უვადოდ ხელისუფლებაში და სწორედ აქ უშვებენ შეცდომას და სწორედ აქ დაუშვა ორბანმა შეცდომა. მე 2 წლის წინ ვიყავი უნგრეთში და ჯერ კიდევ 2 წლის წინ შემხვდა მაგიარის, ზელენსკის და ურსულა ფონ დერ ლაიანის სურათები ერთად სისხლებში, როცა აეროპორტში ჩავფრინდი ბუდაპეშტში და სანამ მივიდე სავსე იყო ამდაგვარი პლაკატებით. ეს ალბათ გეცნობათ, ხო? თუ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების სისხლში და ასე შემდეგ სურათები, ხო? თელ ქალაქში. ეს მეთოდოლოგია ერთია, მაგრამ ავტორიტარებს ემართებათ ის, რომ ისინი მათ მიაჩნიათ, რომ ისინი ყოველთვის და სულ იქნებიან ხელისუფლებაში და სწორედ აქ უშვებენ შეცდომას, ვინაიდან ვეღარ ხდებიან მოქნილები და ხდება მათი მოდუნება. მაგრამ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, იმ შემთხვევაში თუ კი ხვალ შეიცვალა ვითარება, ვიქტორ ორბანი დამარცხდა არჩევნებში, ვნახოთ როგორ დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ რაღაცნაირად ამას მიიჩნევენ ისეთ მოვლენად, რამაც უნდა წაახალისოს აი ასეთ რეჟიმებთან მებრძოლი ოპოზიცია სხვადასხვა ქვეყანაში, ვინც შეიძლება თვლიდეს უნგრეთს და ორბანს მხარდამჭერად. მაგრამ პირიქით მაქვს კითხვა, თუ არჩევნებით ვიქტორ ორბანი დამარცხდა უნგრეთში, მისი პარტნიორი სხვა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად არ გაამკაცრებს შესაძლებელია. ეს პრევენცია მოახდინოს არჩევნებით მარცხს. შესაძლებელია, რომ ესე მოხდეს. საბოლოო ჯამში ორბანის მაგალითზე შეგვიძლია ერთი რამ თქვათ, რომ ორბანი არის პოლიტიკოსი. მისი მთავარი ამოცანა არის პოლიტიკის გამო შეინარჩუნოს ძალაუფლება. ბიძინა ივანიშვილი და ეს მისი
ბანდფორმირება, რომელიც ყავს პოლიტიკას, პაპუაშვილს რა აქვს ახლა პოლიტიკოსის, ხო? ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, აზრი ვერ გამოაქვს დედამიწაზე, საქართველოში ვერავის და სხვა ქვეყნებში არც უსმენენ დიდად. ამიტომ ეს და ბიძინა ივანიშვილი არის იმიტომ პოლიტიკაში, რომ მან გააკეთოს და იშოვოს ფული და გაძარცვოს პენსიონერები, ნარკოტრაფიკი, რაღაცა კოლ-ცენტრები და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს განასხვავებს ერთმანეთისგან ამ ორ რეჟიმს. მაგრამ საბოლოო ჯამში რეპრესიები რაც უფრო რთულდება, ანუ რეპრესიებზე წასვლა არც ერთ რეჟიმს არ უნდა. ყველა რეჟიმს უნდა რომ ხანგრძლივად შეინარჩუნოს ხელისუფლება ნაკლები დანაკარგებით და ნაკლები რეპრესიებით. თუ ამის შესაძლებლობა აქვს, ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა ჩემი აზრით უფრო რთულია. რთულია რა ნაწილში? მას ძალიან რთულად აქვს ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან. ორბანს ამერიკის ადმინისტრაციასთან და რუსეთთანაც აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები. თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის წევრ რიგ სახელმწიფოებს, მათ შორის ევროკავშირში რამოდენიმე სახელმწიფოს ლიდერთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკოსია, მას აქვს კომუნიკაცია და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია კამპანიის ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია კამპანიის ნაწილი და ძალის გამოსხივება. მე დღეს ჩვენ რაღაცა პარტიაში ვჯელობდით, აზრებს უცვლით ერთმანეთს და აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ როგორ მოიქცა უნგრეთის ოპოზიცია. ის ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ გეტყვით რა, დათმობაზე მიდიოდა, ან მიაჩნდა, რომ აი ისო დამარცხდა და აღარანე უძალობას ასხივებდა, ან ის ოპოზიცია, რომელიც ფიქრობდა, რომ ორბანთან თანამშრომლობა შესაძლებელია და ასე შემდეგ, უბრალოდ მაგიარმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ეს ოპოზიცია გაანადგურა. გაანადგურა ფიზიკურად კი არ გაანადგურა, ან პარტიებს რაღაცა თავს დაესხა და არა, უბრალოდ გაანულა მათი რეპუტაცია. ჩვენთან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ეს ნაწილი, იმიტომ რომ ალიანსი ყველაზე მსხვილი, ასე ვთქვათ, 9 პარტიის ერთობა არსებობს, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური ალიანსი ამ ქვეყანაში და ცდილობს ეს ალიანსი, რომ მან წარმოადგინოს ძალა და ასე ვთქვათ, შექმნას ალტერნატივა, რაც ასევე გააკეთა მაგიარმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ აი ვინ არის ალტერნატივა, ჩვენ რეგიონებში როცა ჩავდივართ, ან ჩვენი პარტიის წევრებს ვეუბნებით, ან სხვებს როცა ვესაუბრებით, ყველამ უნდა დაიჯეროს პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს იქნება ადგილობრივ დონეზე თუ ცენტრალურ ხელისუფლების დონეზე, რომ ჩვენ ვართ ალტერნატივა. დიახ, მე არ მჯერა, რომ ოპოზიციაში იყოს ვინმე ლიდერი, რომელიმე ლიდერი, სულ ერთი ამის რეიტინგს, პარტიის სიძლიერეს, სიმსხვილეს თუ სისუსტეს, რომ მაგალითად პაპუაშვილზე ძლიერი პოლიტიკოსი არ იყოს. არ მჯერა ეგ. იმიტომ რომ ვიცნობ რა ერთსაც და ვიცნობ რა დანარჩენსაც, ზუსტად ვიცი რომ პირველი 20 ვინც გაგახსენდებათ ახლა პოლიტიკოსი, პაპუაშვილზე მაგარი პოლიტიკოსია, როგორც პოლიტიკოსი. პაპუაშვილზე უფრო რეპუტაციული პოლიტიკოსია, ვიდრე და ახლა ჩამოვყვებით უგნებავთ იმ პარლამენტის სიას, რომელიც ყავს ქართულ ოცნებას. ან მინისტრთა კაბინეტი შეიძლება ვერც გავიხსენოთ ზოგიერთი, ხო? რომ მივყვეთ. აი ამას რატომ ამბობთ? ამიტომ რატომ ამბობ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მივდივარ. პირველ რიგში აჩვენა ის, რომ არსებობს გუნდი, რომელიც ორბანის გუნდზე ძლიერია, ანუ მოხსნა შეკითხვა იმაზე თუ ვინ იქნება ორბანის და მისი მთავრობის ალტერნატივა. ეს შეკითხვა მოიხსნა. ხალხში გადაწყდა ეს რწმენა. და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მედიის როლი, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების როლი, აი სტუმრების როლი, რომ მოდის ერთ-ერთმა სტუმარმა თქვენს ტელევიზიაში თქვა, როცა ჩვენ 26 მაისის აქცია დავაანონსეთ, თქვა, რომ აიო რა სისულელეა 26 მაისის აქციის დაანონსება, ზოგადად აქცია და ეს რას ნიშნავს? ანუ არ უნდა დაგვიანონსებინა აქცია. ეს ადამიანი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მეერობის კანდიდატი. ზოგადად ოპოზიციის მიმართენგო არსებობს ხოლმე უკმაყოფილებები, რომ კონკრეტულ თარიღებზე რაღაც მოლოდინები ლოგიკურია, რომ უკმაყოფილებები არსებობს. რაღაც ხო, იმედების გაცრუებამ საბოლოო ჯამში შეიძლება ასე არსებობს და ეს არის პოლიტიკური პასუხისგებლობა. ჩვენ არ გაურბივართ ამ პოლიტიკურ პასუხისგებლობას. პარტია ახალი სახელით შემიძლია ამ შემთხვევაში გითხრათ, არ გაურბივართ იმ პოლიტიკურ პასუხისგებლობას, რაც შეიძლება იყოს და ამ პოლიტიკური პასუხისგებლობიდან გამომდინარე იყო 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადავდგით. და ჩვენი პოლიტიკური პარტიის და კოალიციის პასუხისგებლობა იყო, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა არამხოლოდ მანდატების დათმობით ან რაღაც დაფინანსებაზე უარის თქმით ან თანამშრომლობის ნაწილში, არამედ კომისიაზე არ მისვლით და ამის გამო ციხეებში არიან და დღეს ნიკამელია, ელენე ხოშტარი არის ციხეში. ეს არის პოლიტიკური პასუხისგებლობა და ბრძოლის ნაწილი. აი ეს არის ასევე თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ასევე თქვენი პასუხისგებლობის ნაწილიც, მაგრამ ხელისუფლების რეპრესიაც, ხო? აი ცოტა ხნის წინ ამბობდით, რომ ძლიერ ხელისუფლებას არ უნდა სჭირდებოდეს ასეთი რეპრესიები, ანუ ამ დანაკარგს არ უნდა იღებდეს. ანუ ეს თქვენი
აზრით ხელისუფლების დანაკარგია ახლა? ეს ყველა რეპრესია, აი ის კანონები, რომლებსაც იღებს, ხო, საბოლოო ჯამში ეს ხება ტროტუარებზე, ქუჩის გადაკეტვის გამო, თუ რაღაცა აირწინაღის აკრძალვა, პოლიტიკური პარტიის ლიდერების დაჭერა, პარტიების აკრძალვა, ეს ხო, აი ქართული ოცნება რომ დარწმუნებული იყოს, რომ არჩევნებში მოგვიგებს. ის ხო პარტიებს არ აკრძალავდა, მეცაც გეტყვით. საპარლამენტო რესპუბლიკებში შეიძლება 6 თვეში ერთხელ ჩატარდეს არჩევნები და არაერთი მაგალითი გვაქვს ესეთი და ხო ჩაატარებდა და ხო მოიგებდა და ხო მიიღებდა საკმარის მანდატს, მაგრამ ისინი ზუსტად დარწმუნებული არიან, რომ დამარცხდებიან. თუ არ გააკეთებენ რეპრესიებს და ამ დანაკარგებს მიიღებენ, სხვა შემთხვევაში დამარცხდებიან. ანუ მათ აქვს არჩევანი, ძალიან ასე ვთქვათ, მცირე არჩევანი. აი ახლა არჩევნები რომ ჩაატაროს ქართულ მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანთან მიახლოებული არჩევნებიც კი. ეხლა ის არჩევნები, რომელიც საბოლოო კალენდარიშვილს გამოაქვეყნებინებენ, რაც უნდათ, ხა მაგ არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს და არც არავინ აპირებს მსგავს არჩევნების შეყოლას. მაგრამ ოდნავ სამართლიანთან ახლოს არჩევნები, პოლიტპატიმრების განთავისუფლების შემდეგ მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება დამარცხდება, იმიტომ რომ ქართული ოცნება გატეხილია ელექტორალურად. აი ბოლოს საქართველოში როდის ჩატარდა სოციოლოგიური კვლევები. თითქმის 1 წელი არ ჩატარებულა. იცით რა არის თბილისის შედეგი? აი ჩვენ რო ეხლა სოციალურ ქსელებში და თქვენი მედიაც ალბათ პარტიებს გაქვთ? არა, რო გითხათ, ეხლა ბევრი კვლევა გვაქვს, იმიტომ ეს ფინანსებთან და ფულთან არის დაკავშირებული და ამ მიმართულებითაც არის პრობლემა და მეცაც გეტყვით, თუ უცხოელმა დონორმა დაუკვეთა, როგორც ადრე ხდებოდა კვლევა რომელიმე კვლევით ორგანიზაციას, ის სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ არ ტარდება ესეთი კვლევა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ 2/3 საქართველოს მოქალაქეების არის ქართული ოცნების წინააღმდეგ და ძალიან ერთი წინადადებით დავასრულებ და ეს რომ 2/3 ქართული ოცნების წინააღმდეგ არის, ეს რწმენა უნდა დავაბრუნოთ 26-ში. ამიტომ უნდა ვიყოთ 26-ში ბევრი, რომ ჩვენ რამ დააკარგვინა საზოგადოებას ეს რწმენა მინდა გეტყვით. საზოგადოებას რწმენა არ აქვს დაკარგული, მე ამის იმედი მაქვს და 26-ში ამიტომაც ბევრი ვიქნებით და ვაჩვენებთ ერთმანეთს ძალას, მაგრამ ასევე ეს ხანგრძლივი პროცესია. მინდა გითხრათ, რომ ხანგრძლივი პროცესის პირობებში საზოგადოება და ხალხი შეიძლება გადაიღალოს ამ პროცესში. ძალიან რთულია ყოველდღიური უწყვეტი აქციები, ძალიან რთულია, როცა ადამიანები ხედავენ, რომ მის თანამოქალაქეებს უმიზეზოდ რეპრესიების გამო ციხეებში ამყოფებს რეჟიმი, ძალიან რთულია, როდესაც სიღარიბეა და ეს სიღარიბე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემაა. დღეს თუ ვინმე არის სიღარიბეზე პასუხისმგებელი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე გაღარიბებულიყო. ესეც რუსული მეთოდია. შვენივრად იციან, რომ ღარიბი მოქალაქეს პროტესტისთვის არ ცალია. ღარიბი მოქალაქე წინააღმდეგობაში მოწყვლადია. რატომ? იმიტომ რომ საჭმელს ეძებს, საჭმელი უნდა შვილიშვილებს განათლების ფულს ეძებს და ასე შემდეგ. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანა რა არის? იზოლაციაში მოახდინოს საქართველო, გააღარიბოს ქართველი და რაც შეიძლება მეტმა ქართველმა დატოვოს საქართველო. ბიძინა ივანიშვილის ქართველების გარეშე უნდა საქართველო, იმიტომ რომ დანარჩენ შემთხვევაში მან შვენივრად იცის, რომ ამ სამ კრიტერიუმს თუ შეასრულებს, ის ხანგრძლივად იქნება ხელისუფლებაში და მე ზუსტად ვიცი, რომ ის ამას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ წინააღმდეგობა იქნება ძალიან ასე ვთქვათ. ერთი მინდა რომ დავუბრუნდეთ მაინც ცოტა ძალიან გავცდით უნგრეთს საქართველოს დაუბრუნდით. კი ბატონო, მაგრამ უნგრეთზე მინდა ერთი კითხვა დაგისვა, თქვენ საუბრობდით მაგიარის სტრატეგიაზე, რომ ის პოლიტიკაში შემოვიდა, უბრალოდ უკვე არსებული პარტიის ლიდერი გახდა და ასე ვთქვათ, არ გაიკარა სხვა ოპოზიციური პარტიები და თავისი ალტერნატივა აჩვენა საზოგადოებას. ერთი რამ მინდა გკითხოთ, აქ თქვენ როგორ თარგმნით ამას ქართულ კონტექსტში, ანუ არ გაიკარა არც ერთი ძველი ოპოზიცია. ეგრე არ იყო მთლად პირიქით, ვინც მას მოემხრო და დაიჯერა, რომ ამდაგვარი ბრძოლა სტრატეგია იყო სწორი, პირიქით შემოიერთა, ბევრი ახალი ადამიანი ჩართო პროცესში, არჩევნა ორბანის თავრობის ალტერნატივა და ერთ-ერთზე დადგა ორბანთან როგორც კანდიდატი და ყველაფრით ასე ვთქვათ, როგორც მარკეტინგულად, პიარულად და პოლიტიკურად კარგად არის შეფუთული, ჩემი აზრით, ეხლა შეიძლება სუბიექტური ვარ. ხოლო ის ოპოზიციური ნაწილი, პერსონებიც მათ შორის და პერსონები, იმიტომ რომ აზზე მეტი საარჩევნო ოლქია და აქ ხშირად ექსპერტებს თუ პოლიტიკოსებს ვინც საუბრობენ, ავიწყდებათ. 100-ზე მეტი საარჩევნო ოლქია, 106-ია თუ არ ვწდები. 100-ზე მეტი საარჩევნო ოლქია და აქ მაჟორიტარები გჭირდება. და თან როგორი მაჟორიტარული სისტემაა, იცით? ფინიშთან ახლოს ვყოფი, ანუ ვინც მეთხმას მიიღებს, ის იმარჯვებს და იქ მარტო მაგიარის რეპუტაციით ვერ მოიგებ მაჟორიტარულ არჩევნებს. იქ კანდიდატები გჭირდება, რომელიც არის მაღალი რეპუტაციის. და რაც შეეხება იმ ოპოზიციას, შეგიძლიათ კვლევები ნახოთ, ან მეც გაგიზიარებთ, მაქვს სხვადასხვა საკვლევითი ორგანიზაციის კვლევები, ნახოთ კვლევები, სადაც
ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ შეუერთდა, ფაქტობრივად გაანადგურა, ანუ არც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, და ასევე ორი პოლიტიკური პარტია, რომელიც იყო ორბანის ოპოზიცია და 2%-ს ვერცეთი ვერცდება. ანუ გაანულა. რატომაც აიგივებთ თქვენი ალიანსის სტრატეგიასთან ან ჩვენი ალიანსის სტრატეგია ეგ არ არის. ჩვენი ალიანსის სტრატეგია პირიქით არის, ღია კარის პრინციპია და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებთ, რომ შემოგვიერთდეს, ვინც არის დემოკრატიული პოლიტიკური პარტია და შემოგვიერთდეს, მაგრამ მე ჩემი პოზიცია არის ის, რომ ამას რაღაცა ვადა უნდა კონდეს აუცილებლად, იმიტომ რომ მეც ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში ამას ვადა თუ ამოიწურებ ხო? ხო, ვადა უნდა კონდეს, თუ არა მოიწურება, უნდა გაიყოს წყალგამყოფი და საზოგადოებას უნდა აუხსნათ, რომ ერთადერთი და ეს ისედაც იცის, მე ამაში ხმათ ვარ დაწუნებული, 4 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, ეგრეთ წოდებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, რომ ნახონ ალტერნატივა რა არის და ვინ არის. ეს არის და ეს არის ბუნებრივად მოხდება, ეს ბევრი, ასე ვთქვათ, კამპანიური, მარკეტინგული თუ სტრატეგიული ჩარევებისა. მე ამაში ვარ ღმად და ვისაუბროთ ახლა 26 მაისზე, არის ჩანიშნული მასშტაბური შეკრება დამოუკიდებლობის დღეს. სხვათა შორის თქვენ როცა რაღაც უკმაყოფილებას გამოთქვამდით, რომ შეიძლება სხვას ვიღაცას ჰქონდეს ასევე პრეტენზია თუ არასერიოზულად მიაჩნდეს ეს თქვენი დაანონსება, ეს შეიძლება გამომდინარეობდეს მათ შორის იმის გამოც, რომ შარშანაც ასევე 26 მაისს იყო საპროტესტო აქცია, ერთი განსხვავებით მაშინ ხელმძღვანელობდა უბრალოდ წინა პლანზე იყო მეხუთე პრეზიდენტი, წელს ალიანსი სხვა შემადგენლობითაც არის და ასევე სხვა ფორმით. მაგრამ საზოგადოება, რომელმაც ისაც იცის, რომ პროტესტი არსებობს და ყოველდღე იმართება. დღეს მარშია და სხვადასხვა დღეს ადამიანები რუსთაველზე იკრიბებიან. მათ რასეუბნებით, რატომ უნდა გამოვიდეს 26 მაისს? მადლობა ამ შეკითხვისთვის. პირველ რიგში 26 მაისს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ქართულ ოცნებას და ასევე ჩვენს მხარეს ყოფ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ ქართული ოცნებაზე მეტი. ეს ცხადია, რომ მეტნი ვართ, უბრალოდ ამის დანახება არის მნიშვნელოვანი. დაანახა საზოგადოებამ ხალხს. კიდევ ერთხელ დანახება არის აუცილებელი. ეს პირველი. მეორე, ქართულ ოცნებისთვის არის მნიშვნელოვანი იმ ნაწილში, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველმა ან მისმა სისტემურმა ნაწილმა, მაგალითად ძალოვანებმა, ან მაგალითად ქართული ოცნების კარის ბიზნესმენებმა უნდა დაინახონ, რომ ცვლილება არის ახლოს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, აი სადიგოვს რომ ღამის სამსაარზე სასამართლო პროცესი ჩაუტარა მოსამართლემ, იმ მოსამართლემ უნდა იცოდეს, რომ ადამიანი რო გაწირა მინიმუმის თავისუფლების საქმეთა და მაქსიმუმ შეიძლება სიცოცხლე შეექმნა საქმე, უნდა იცოდეს, რომ ესე ვერ გაუვა მას ყოველთვის. ამიტომ მეორე ამისთვის არის საჭირო. მესამე იცით რატომ არის საჭირო, რომ ქართულმა ოცნებამ დაინახოს, რომ ის რომ თითქოს კომისიას ქმნის ფასებთან დაკავშირებით და 15%-ით გაიზარდა ფასები, ის რომ ბიძინა ივანიშვილის გამო, ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ბიტკოინების ქარხნის გამო 33%-ით ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა, უნდა დაინახოს, რომ ამაზე პასუხს მოთხოვს ქართული ხალხი და ქართული საზოგადოება. ამისთვის უნდა ვიყოთ 26-ში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. აქ არის ხშირად, რომ აი ხო წინა წელს ხوار გამოუვიდათ. თქვენ კითხვაში ეს რიტორიკა არ იყო, მაგრამ ბევრჯერ მომისმენია. რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ ვწდით, სანამ არ გავიმარჯვოთ. ქართული ოპოზიცია ამ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს და ვინც გაიქცევა, ისიც უნდა იყოს ჩართული სხვადასხვანაირად ამ პოლიტიკაში. ჩვენ არ ვაპირებთ, მე პარტია ახალის ლიდერები არ ვაპირებთ, კოალიციის ლიდერები არ ვაპირებთ ამ ქვეყნიდან გაქცევას. ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. ნიკა გვარამიას 4ჯერ აქვს 4ჯერ იყო ციხეში, ნიკა მელიას 4 ბრალი აქვს. ელენე ხოშტარია იმიტომ არის ციხეში, რომ საერთოდ რატომ არის ვერავინ ვერ გამცემს პასუხს. თქვენ ამბობთ, რომ 26 მაისს ამ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით საზოგადოება უნდა კი ბატონო დარწმუნებული ვარ ბევრს ჩამოთვლით, საზოგადოება უნდა გამოვიდეს ისევ, რომ აჩვენოს და ასევე იგრძნოს, რომ ცვლილებები არის ახლოს. 27 მაისია და გათენდა 27 მაისი. კი. 26 მაისს არაფერი არ დასრულდება, მაგრამ 26 მაისი იქნება მოლოდინების და ახალი ენერგიის, ასე ვთქვათ, გადატვირთვის პროცესი. მაგრამ მაინც რა იცვლება ეს მაინტერესებს, ანუ რა იცვლება, ან თუნდაც თქვენ სტრატეგიაში რა იცვლება, იმიტომ რომ ცვლილებები ისე ახლოს, როგორც მაგალითად 28 ნოემბრის შემდეგ იყო, არ ვიცი რამდენად შეიძლება ეს საზოგადოებაში ეს განწყობა არსებობდეს ამდენი კანონის, ჯარიმის თუ წნეხის და პატიმრობის. კი, ჯარიმა, კანონი და წნეხი და რეპრესიები კიდევ უფრო აბრაზებს საზოგადოებას, უბრალოდ არის აი მარტივ რაღაცას გეტყვით რა. არის მომენტები პროცესში, პოლიტიკურ პროცესში, როდესაც ორივე მხარე, ვერც ერთი მხარე ვერ იმარჯვებს, მაგრამ ორივე მხარე ფიქრობს, რომ დამარცხებასთან არის ახლოს.
და ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, რომ ეს ვიფიქროთ, იმიტომ რომ არ ვართ დამარცხებასთან ახლოს. პირიქით, ჩვენ ვართ გამარჯვებასთან უფრო ახლოს, ვიდრე ვიყავით მაგალითად 2 წლის წინ. და რისით რამაძლევს ამის შესაძლებლობას, იცით? იმიტომ რომ ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ცხადად უმრავლესობაში ვართ. თითქმის მედია მხარდაჭერის გარეშე, როდესაც 780,000 ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე, თითქმის მედიის მხარდაჭერის გარეშე და შეუნდათ ხდება ყველა რავს გულისხმობ. მედიის მხარდაჭერის გარეშე. ან პრობოიკოტის მედიის მხარდაჭერის გარეშე გულისხმობ ამას. 780,000 ამომრჩეველი არ მივიდა, სივრცე არ შეზღუდულა თქვენთვის არ არა, სივრცე შეიზღუდა მეთქე არ გულისხმობ. მთელი კამპანიის ნაწილს გულისხმობ, ეს არც მithქვამს, პირიქით, მაშინაც და ახლაც ვარ ეთერებში, მაგრამ ბოიკოტის კამპანიაში 780 დათვლადია რა, ანუ ქართული ოცნების არჩევნების პირობებში შეიძლება დათვლა. იქ მაგალითად ნინო წმინდაში რო აქტივობა 60% იყო, პირობითად როგორი 60% იყო, ეს არავინ არ იცის, იმიტომ არავის არც ლელოს და გახარიას პარტიას ყავდა, იქ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და ამის ანუ არავინ არ იცის იქ როგორ იყო 60%. დანარჩენი ხო ვიცით თბილისში როგორი იყო აქტივობა, ხო ვიცით ქუთაისში, ბათუმში და ასე შემდეგ. და 780,000 ადამიანი არ მივიდა არჩევნებზე. ეს არის ნიშანი და ამ ესეთი ფაქტორები ქმნიან რწმენას და ჩემთვის ამ ბრძოლაში არის რწმენა მთავარი. რწმენა იმისა, რომ ცვლილებები შესაძლებელია. და უნგრეთის არჩევნები სხვადასხვა ერთწლიანი დაუბრუნდები. ამ რწმენის შეიძლება გაღვივებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს და თუ ვერ გაიმარჯვებს ოპოზიცია სხვადასხვა მიზეზების გამო, შეიძლება ეს რწმენა შეარყიოს. ორივეა, მაგრამ იმას ვერ მოვისმენ და უკვე ვხედავ სოციალურ ქსელებში, რომ თითქოს აი ოპოზიცია უნგრეთში რეგიონებში დადის და ამიტომ აქ შედეგი და ქართული ოპოზიცია არა ქართული ოპოზიცია რეგიონებში ვერ ივლიდა ციხეშია და ქართული ოპოზიცია რეგიონებში ვერ ივლიდა ციხეში იყო უბრალოდ ვერ ივლიდა ხომ იწყებთ რეგიონებში სიარეს არა ყველგან ვიქნებით აი ერთი კითხვა დამრჩა და მინდა რომ დავასრულოთ თენგო ერთი კითხვა დამრჩა სწორედ ამ თემაზე როცა თქვენ ამბობთ რომ ამ კამპანიის მიუხედავად ასე ცოტა ადამიანი მინდა ანუ უმრავლესობას ხედავთ საზოგადოებაში თქვენს მომხრეს ამ უმრავლესობამ იცის მე ისე იმ კითხვას ვიმეორებ იცის რომ პროტესტი არსებობს ქვეყანაში და თქვენ ხშირად საუბრობთ რომ ეს პროტესტი უფრო მასშტაბური უნდა გახადოთ რა ადამიანები კიდევ უფრო მეტად ჩართოთ ანუ მათ ინფორმაცია არ აქვთ რომ პროტესტი არსებობს ქვეყანაში თუ იმედი არ აქვთ თუ რატომ ვერ მოდიან ამ პრობლემა გაქვთ თუ არა დანახული და კი ჩვენ მე მგონია რომ ჩვენ პარტია ახალს და ალიანსას პრობლემა აქვს დანახული კი ჩვენ გვაქვს გამოწვევა და ეს გამოწვევა არის შემდეგი პირველი უნდა ვაჩვენოთ რომ ჩვენ ვართ ალტერნატივა ეს ერთი და მეორე ხალხს უნდა ვაჩვენოთ ხალხს ქართველ ხალხს უნდა ვაჩვენოთ პირველ რიგში და არა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მხოლოდ ქართველ ხალხს უნდა ვაჩვენოთ რომ ჩვენ ვართ ალტერნატივა ეს ერთი და მეორე აუცილებელია რომ ვაჩვენოთ ძალა მიუხედავად იმისა რომ მე ვფიქრობ რომ ძალა ვაჩვენეთ მიუხედავად იმისა რომ ლიდერები ციხეში იყვნენ პრინციპულობა ალტერნატივა უნდა აჩვენოთ თუ ალტერნატივა უნდა იყოთ როგორ ალტერნატივა უნდა აჩვენოთ თუ უნდა იყოთ ალტერნატივა მაგრამ საზოგადოებას უნდა დაიჯეროს რომ ეს ალტერნატივა არჩევნებს აღარ დათმობს ეს ალტერნატივა მოთხოვნებს არ გადაუხვევს უნდა ვაჩვენოთ რომ ეს ალტერნატივა მაგალითად თქვენთან სტუმრად ეთერში არ მოვა და არ იტყვის რომ აი ეხლა უკვე დავმარცხდით და დიალოგის დროა და თუ ამას მე ვიტყვი და მე ამას არასდროს არ ვიტყვი იმიტომ რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს გამარჯვებამდე მაგრამ ამას თუ ვიტყვი ის ადამიანი რომელიც საჯარო მოხელია ის ადამიანი რომელიც 24 საათი მუშაობს რომ საკუთარი შვილები გამოკვებოს ის ადამიანი შენთან ერთად ბრძოლაში არ წამოვა იმიტომ რომ შენ თუ ხარ დამარცხებული და შენ თუ მზად ხარ რომ იქ მაჭავარიანისგან შეურაცხყოფა და შენიშვნა მიიღო რუსთავი 2-ზე და მე ეს რაღაცა ვიდეო მოჭრა და ამით იამაყო ეს არის მარცხს აფორმება არ მოხდება საქართველოში ბიძინა ივანიშვილი სანამ ერთი ოპოზიციონერი მარცხს აღიარებაც სჭირდება თუ მარცხი არა ჩვენ მარცხის აღიარება არავის შეეშლება და მარცხი გაფორმდება თუ ამას ქართული ოცნება მიაღწევს მაგრამ ჩვენ ერთი ვიცით რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ბრძოლა იქნება ბოლომდე აუცილებლად ჩვენს გამარჯვებამდე გამორიცხულია ქართული საზოგადოება დამარცხდეს ივანიშვილის მსგავს რეჟიმთან დრო არის საჭირო შეიძლება არის დრო მაგრამ ჩვენი ამოცანა არის რომ სწრაფად ვიაროთ გრძელვადიან თუ მოკლევადიან პირობებში ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება ეს არის გარდაუვალი დიდი მადლობა თენგო თევზაძეს მე თქვენ დაგემშვიდობებით კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი იყო